ემიგრაციის მარშრუტები. გამარჯობა, დღევანდელი გადაცემის თემაა გოგონა დუბაიდან. გადაცემას გაუძღვებ მე ჟურნალისტი ია მახარაძე, პროექტის ავტორი ნანა ლომიძე, ხმის რეჟისორი თია ბიჭაშვილი. გადაცემის თემასთან დაკავშირებით უპასუხებთ რადიო მსმენელთა შეკითხვებს, მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში, შეგახსენებთ ტელეფონის ნომრებს 240 91 92, 240 92 92. გადაცემა ემიგრაციასა და ემიგრანტებზე. ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს საღამოს 6-დან 7-მდე. მარიამ ბახტურიძე დუბაიში დაიბადა და იქ გაატარა ბავშვობა. შემდეგ კოლეჯშიც იქ შევიდა და უმაღლეს სასწავლებელშიც ამერიკულ უნივერსიტეტში. მარიამმა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი აირჩია და ახლა თვითონ გვიამბობს, რას ნიშნავს მისთვის დუბაი, რამდენად მშობლიურია იგი მისთვის და რა როგორ ხედავს თავის მომავალს. მისი ოჯახი 90-იან წლებში გაემგზავრა არაბეთის საემიროებში და ახლახანს დაბრუნდნენ საქართველოში. დღეს მარიამი ჩვენი გადაცემის სტუმარია. მარიამ მამასთან ერთად უნდა მოსულიყო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხა მოსვლა მარიამის მამამ, ბატონმა გია ბახტურიძემ, რომელიც 90-იან წლებში ოჯახში დუბაიში გაემგზავრა და აქამდე დუბაიში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მარიამ, მოგვიამბეთ თქვენ შესახებ, როგორი იყო დუბაიში ცხოვრება, თქვენ იქ გაიზარდეთ, დაიბადეთ, მაგრამ საქართველოში სამშობლოში ხშირად გიწევდათ ჩამოსვლა. როგორ დაახასიათებთ ამ ქვეყანას და რამდენად მშობლიური გახდა თქვენთვის ეს, ვინაიდან იქ დაიბადეთ, გაიზარდეთ, იქ ისწავლეთ, იქ ყავთ მეგობრები, თქვენი წრე, სანაცნობო და მეორე სამშობლო თითვლება ალბათ. კი. ჩემთვის პირველი სამშობლო თითვლება, იმიტომ რომ იქ ვარ მიშვეული და იქ მყავს მეგობრები და სკოლა იქ ყველაფერი იქ დაუმთავრე. და ძალიან მიყვარს ჩემი ისა სამშობლოსავით არის და იქ უფრო კომფორტულად გრძნობ ვიდრე საქართველოში. რატომ? იმიტომ რომ აქ მარტო ისა ყოველ წელს ჩამოვდიოდი მარტო 2 თვით რა, იქ დასვენება როცა მქონდა სკოლაში და დედასთან ჩამოვდიოდი, მაგრამ მე ისე დედა აქ ცხოვრობდა, საქართველოში ცხოვრობდა. კი, დედა ჩემი. დედა კი. მე და მამა დედა ჩემი და მამა ჩემი დუბაიში ცხოვრობდნენ. დედა ჩემი აქ ცხოვრობს და მაგასთან ჩამოვდიოდი რა ყოველ ზაფხულს. და როგორ ცხოვრობდნენ თქვენი მშობლები და ასაქმებულები არიან იქ? კი, იქ დედა ჩემი მუშაობდა სატრანსპორტო კომპანიაში მენეჯერად DHL-ი და მამა ჩემი სავაჭრო კომპანიაში. და მამას არ ეკითხებით, რატომ აირჩია დუბაი საცხოვრებლად? იმიტომ რომ მაინც ქართველებისთვის ცოტა განსხვავებული ქვეყანა, თუნდაც რელიგიის თვალსაზრისით, ტრადიციების თვალსაზრისით, ქართველები უფრო ევროპაში მიდიან, ამერიკის შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით 90-იან რუსეთში გაემგზავრა ჩვენი ემიგრაცია და მამას არ ეკითხებით, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება? საემიროებში. თუ არ ვცდები, მამა უკვე მან მუშაობდა რა, მან სამუშაო ჰქონდა უკვე და კონტრაქტით. კი. ვიდრე თქვენ დაიბადებოდით, ხო? კი. და მაგრამ მოსკოვში სწავლობდა რა, მაგრამ იქ შესთავაზეს სამუშაო თუ რაღაც მასთი და მე ისა დედა ჩემი და მამა ჩემი მოსკოვში შეხვდნენ ერთმანეთს და მე დუბაიში წამოვიდნენ სამუშაოდ. არის ბევრი ქართველი თქვენი ასაკის თაობის ან სკოლაში თუ სწავლობდა კოლეჯში, უნივერსიტეტში? არა, მთელ სკოლაში მე ვიყავი ერთადერთი ქართველი. მაგრამ უნივერსიტეტში ერთი სხვა ბიჭი, მე და კიდევ ერთი ბიჭი ვიყავით ქართველები. ეს ბიჭი ჩვენი მეგობარი იყო რა, მაგისი ოჯახი ჩემი ოჯახის მეგობრები იყვნენ. და არა, ბევრი ქართველები საერთოდ არ არიან, უფრო რუსები არიან და სომხები. და რა საქმიანობენ იქ? ძირითადად რა სამუშაო ადგილები აქვთ? იქ უფრო კომპანიებში მუშაობენ რა, ან თავისი ბიზნესები აქვთ. იქ და ხო
და მოდი გავიხსენოთ თქვენი ბავშვობა, შემდეგ სკოლა, იქ მაინც განსხვავებული შეხედულებების ბავშვები არიან, ცხოვრობენ ზოგადად მოსახლეობა, მაგრამ არაბები არიან ძირითადი მოსახლეობა, თუ არ ჩავთვლით ჩასულ ემიგრანტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. და აი როგორია მათთან ურთიერთობა? მე როგორც ვიცი, უფრო ჩაკეტილები არიან, არ არის ისე რომ ხშირად დაგპატიჟონ ოჯახში და ესეთი ახლო ურთიერთობები არ როგორ გაიხსენებთ თქვენ, როგორ იზრდებოდით აი თქვენი სამეგობრებო წრეები და როგორი ტიპის ურთიერთობები გაქვთ ჩვენგან განსხვავებით, იმიტომ რომ აქაც გეყოლებათ ხო ქართველი მეგობრები? აქ მე მეგობრები არ მყავს, უფრო ნაცნობები, იმიტომ რომ აქ არ ცხოვრობდი და არაფერი. მაგრამ მაინც გეპატიჟებიან, როცა ჩავმოდი. კი, მაგრამ ეს ოჯახის მეგობრები უფრო. მაგრამ იქ საერთოდ პირიქით არის, იქ ძალიან თბილები არიან და სულ აი გიღებენ როგორც შვილს რა იქ. იქ არ არის ის რომ ცივები იყვნენ პირიქით, ძალიან თბილები, ძალიან მოსიყვარულე და მასტი ტიპის ხალხი არის რა. მაგრამ ემირატებში მაინც მოქმედებს შარიათი კანონები, რომელიც უფრო მკაცრია ვიდრე სხვა ქვეყნებში. და აი ამის შესახებ რა სიტყვი, იმიტომ რომ რელიგია არის მაინც მათთვის ფუნდამენტალური და განათლებაში ეს დევს. კი. აი რამდენად თქვენთვის იყო ეს მარტივი ართული რელიგიურად? რელიგიურად განათლების თვალსაზრისით. არა, ჩემთვის უბრალოდ იქ მართლა ძალიან ისეთი კანონებია რა და იქ უფრო ჩაკეტილი აზროვნების არიან რელიგიის გამო, მე თუ მკითხავთ და ისა აი კონკრეტულად რაში გამოიხატება ჩაკეტილი აზროვნება მიუხედავად იმისა, რომ დუბაი 64-ად არის მიჩნეული, ჩვენ რაც ვიცი, მე არ ყოფილი, მაგრამ ვირტუალურად რაც ვიცით და რაც ამიკითხავს, არის ნამდვილად 64 ინდუსტრიულად განვითარებული მილიონერების და მილიარდების ქვეყანა, სადაც შეიძლება ნებისმიერი სურვილი შეისრულოს ადამიანმა და განსაკუთრებით მე დავათვალიერე ასევე თქვენი თაობის ახალგაზრდების ფოტოები თუ როგორ ერთობიან და ძალიან ბევრი პარადოქსი დავინახე, განსხვავებულობა. ძალიან ბევრი ახალგაზრდა დადის ნაციონალურ სამოსში ჩადრებით, ასე ვთქვათ, ამას რელიგიური დატვირთვაც აქვს, მაგრამ ბევრი ახალგაზრდა ძალიან თავისუფლად. აი ეს რა კონტრასტებია? აი თავისუფლად გააჩნიათ სათხართ ემირატებში, თუ დუბაიში იქ უფრო შეიძლება აი შორტებში დავუშვათ გახვიდეთ, ან აი ბრეტელებიან მაისურებში, მაგრამ შარჟაში, სადაც მე ცხოვრობდი, იქ არ შეიძლება მას, იმიტომ რომ იყო შემთხვევები, რომ დეპორტირება გაუკეთეს ზოგიერთ გოგოებს. ანუ კრძალავს, ხო? კი, არ შეიძლება. კანონები აქვს იგივე პატივისცემასთან დაკავშირებით ტრადიციების. და მაგრამ გააჩნიეს სათხარ ემირატებში, დუბაიში შეიძლება. მისაღებია ნებისმიერ საზოგადოებაში? ну აი ქუჩაში დავუშვათ მოლში, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი ევროპელებიც არის რა დუბაიში ვინ კი ტურისტები და ეგენი სულ შორტებში და მაისურებში დადიან და მაგრამ შარჯაში უფრო არ შეიძლება აი მე დავუშვათ არ გავდიოდი და აქ რომ ჩამოვდიოდი ხოლმე ზაფხულობით ის შორტებს რომ ჩავიცმევდი ძალიან არაკომფორტულად გრძნობდი თავს იმიტომ რომ არ ვიყავი მიჩვეული და საინტერესოა ამ ხრივ სკოლაში რა ურთიერთობები იყო? სკოლაში ჩვეულებრივად ძალიან მეგობრულად, ძალიან ადვილი იყო ყველაფერი, იმიტომ რომ ბევრი არაბები იყვნენ იქ და უმეტესობა არაბები და ინდოელები იყვნენ. მაგრამ როგორც ვქვი, ძალიან ის თბილი ხალხი არიან, ძალიან მოსიყვარულე და ადვილი იყო მაგათთან ურთიერთობა. და მეგობრები არაბები ყავდათ ინდოელები თუ ვისთან კი, შერეული იყო. მე არაბებიც მყავდა, ინდოელებიც. ჩემი ყველაზე კაი მეგობარი ინდოელია. მეორე შრი-ლანკელია, მერე არაბებიც არიან. და ხო, რა მაგ გარემოს ვარ მიჩვეული. ძირითადი მოსახლეობას წარმოადგენენ, ხო? კი, უფრო ინდოელები და პაკისტანელები. და არაბებიც, რა თქმა უნდა. და მაინც აი სკოლაში რა ტიპის პროგრამაა, რა ურთიერთობებია და როგორ დისციპლინაა საინტერესოა ჩვენგან განსხვავებით?
მე ვერ შევადარებ, იმიტომ რომ აქ არ ვიცი როგორ არის სკოლები, მაგრამ მე იქ ინგლისური სკოლა დავამთავრე და პედაგოგები ინგლისელები ყავდა ჩამოსული თუ ადგილობრივი? შერეული იყო რა, იყვნენ ინდუელი მასწავლებლები, იყვნენ არაბებიც, მაგრამ იყვნენ ევროპელებიც რა, უფრო ინგლისიდან და South Africa. აფრიკის ქვეყნებიდან. და საინტერესოა დონე თვითონ სკოლის განათლების რამდენად არიან მოტივირებული მოზარდები სწავლისთვის და რა ინტერესები აქვთ, იმიტომ რომ მათ ისინი ალბათ არ ფიქრობენ, რომ შემდგომში მათ შეექმნებათ დასაქმების პრობლემა, იმიტომ რომ უკვე გარანტირებული აქვთ საკუთარი ქალაქიდან გამომდინარე. არა, იქ უფრო იქ არაბები ხო და ინდუელები ძალიან კარგად სწავლობენ. იმიტომ რომ მაგათ ოჯახში ძალიან მნიშვნელოვანია რა სწავლა და განსაკუთრებით რომ ინჟინერები გახდნენ, მე ისა ან lawyers, როგორ არის lawyers და ისა და მაგას აწვევიან ძალიან რა ეს ბავშვები და ყველა მაგაზე მიდის, უფრო მეტად ინჟინერებზე. გასაგებია, იმიტომ რომ თვითონ მოთხოვნილება აქვს ანას ამ კადრის. და ყველა მაგას მარიამ სმენელი გვეკითხება მამა რატომ წავიდა? მე პირველი შეკითხვა ეს დავს, მაგრამ მაინც იქნებ დავაკონკრეტოთ, რატომ წავიდა დუბაიში, რა საქმიანობს იქ? მე გადაცემის დასაწყისშიც აღვნიშნე, რომ უნდა მოსულიყო ბატონი გია და ჩვენ ანონსშიც ქონდა ეს წარმოდგენილი, მაგრამ იმის გამო რომ რაღაც გარკვეული მიზეზები ქონდა, ვერ მოახერხა მოსვლა და მსმენელს აინტერესებს პასუხი. მე მამაჩემი მითხრა, იმიტომ რომ ადრე საბჭოთა კავშირში არ იყო ისეთი აი სამუშაოები და ეს რაღაცები. ზოგადად ძალიან სერიოზული პრობლემები. კი, ძალიან სერიოზული პრობლემები. მამა თბილისში დაბადებული გაზრდილია. კი, მაგრამ მოსკოვში დაამთავრა ისე უნივერსიტეტი. და თბილისში გაიზარდა ოჯახი. კი. ნაცსავები და და დუბაიში კიდევ ნუ ახლა იწყებდა რა გაყვავებას თუ ხო კარიერის განვითარებას და მაგიტომაც მამაჩემი ჩამოვიდა დუბაიში რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისინი იყო სამუშაო და opportunities და ტურისტულ კომპანიაში მუშაობდა. კი, არა, სავაჭრო კომპანიაში. სავაჭრო კომპანიაში, დიახ. და რამდენად ქონდა, ანუ თქვენ ცხოვრობთ ოფიციალურად, ლეგალურად, აი რა კანონებია იმიგრაციასთან დაკავშირებით? იქ არავის არ აძლევენ მოქალაქეობას. ეგ არის ერთი რაც ძალიან არ მომწონს. რა შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ მიიღოს ემიგრანტმა მოქალაქეობა? ვერ მიიღებ. მარტო ლოკალებს, აი დუბაიდან ვინც არიან, მარტო მაგათ აქვს ეთნიკურ ვინც იქ დაიბადნენ, გაიზარდა. მაგრამ აი მე დავუშვათ მე დავადებული გაზრდილი ვარ და არანაირი ის არ მოქალაქეობა და ვისაც მეუღლე ყავს დავუშვათ იქ დაბადებული და გაზრდილი, ხო შეიძლება ოჯახი შერეული ოჯახები ხომ იქნება, მაინც არ აძლევენ მოქალაქეობას. არა. არ აძლევენ მოქალაქეობას. არ აძლევენ. და აი დასაქმება როგორ ხდება ეს ამ უფლებებს როგორ იღებთ? განათლების უფლება როგორ არის იქ? თქვენ არ გაგიჭირდათ დავუშვათ იგივე ბაღში, სკოლაში? არა, იქ რეზიდენტურის ვიზა რომ ჩუბარაც გაძლევენ ცხოვრობის და მუშაობის. მაგრამ უბრალოდ მოქალაქეობას არ გაძლევენ. მაგრამ მაინც დიდი კონკურენცია იქნება, თუ არ ხარ მოქალაქე და უცხოელი ხარ, სამსახურში აყვანის დროს, აი რა ხდება მამარას? სამსახურში დიდი კონკურენცია ხო? გააჩნიეს საიდან ძალიან კარგი სპეციალისტი უნდა იყო, რომ ნუ არ არის საოცრებელი, უბრალოდ გააჩნიეს საიდან ხარ, ეგეც არ მომწონს დუბაიზე, რომ აი დავუშვათ ინდუელებს და პაკისტანელებს ხო ნაკლებად უხდიან ვიდრე არაბებს და ევროპელებს. ევროპელებს ყველაზე კარგად უხდიან, ყველაზე მაღალ ხელფასებს ევროპელებს უხდიან, მერე არაბები და მერე ინდუელები და პაკისტანელები. და გააჩნიეს საიდან ხარ, თუ ევროპელი ხარ, ძალიან ადვილია სამუშაოს შოვნა იქ. ან არაბი, მაგრამ ინდუელი პაკისტანელი მანდ არის უფრო რთული საქმე. და დედა როგორ დასაქმდა? დედა არ ვიცი ჩვეულებრივად იქ ნახა სამუშაო. ხო არ იცვლიან ხშირად სამსახურს თუ ერთხელ მიგიღო ამ კომპანიის შეიხმა, ასე ვთქვათ.
არა, ეგ ჩვეულებრივად შეიძლება. არა, ჩვეულებრივად შეიძლება, აი როგორც ყველგან თუ გინდა შეიძლება შეიცვალა, არნაირი პრობლემა არ იქნება. და საკმაოდ ძვირია ცხოვრება. კი, ცხოვრება ძვირია. განსაკუთრებით დუბაიში, აი სასტუმროები, მასეთი რაღაცი ბინები ძალიან ძვირია, მაგრამ შარჯაში უფრო ნაკლებად უფრო იაფია რა. მარიამ, მოდი უნივერსიტეტზე ვისაუბროთ. ჩვენი მომავალი კოლეგა ხართ, დაამთავრეთ უკვე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. არა, ჯერ არ დამთავრებია. რომე კურსზე ხართ? ეხლა მეორე წელს მეორე კურსზე. ხო, მეორე კურსზე გადავდივარ ჩეხეთში. ერთი წელი უკვე მაგრამ დუბაიში სწავლობდით ამერიკულ უნივერსიტეტში. კი, ერთი წელი დუბაიში დავამთავრე, ამერიკული უნივერსიტეტია და ხო, და ეხლა მეორე წელს პრაღაში ვაპირებ. და იქ აი რა პერსპექტივები აქვთ იქ მცხოვრებ ახალგაზრდებს, ვინც ჟურნალისტიკას ამთავრებს, რამდენად თავისუფალია მედია და ძირითადად რა ტექნოლოგიებს სწავლობთ? იქ ძალიან მედიის. იქ მე ვფიქრობ, რომ დუბაიში დარჩენა არ აქვს აზრი. იმიტომ რომ მაინც რაღაც შეზღუდვები არის. და იქ ადგილობრივი ახალგაზრდები, ვინც იღებენ კარგ განათლებას, იგივე ამერიკულ სკოლებში და უნივერსიტეტებში, მაგრამ ემიგრაციაში მიდიან იმისთვის, რომ საკუთარი პროფესია განევითარონ. თუ აი საქმდებიან საინტერესოა. თქვენ ახსენეთ, რომ რთულია იქ იგივე ჟურნალისტიკის სხვადასხვა მეცნიერებებში. მე ვფიქრობ, რომ აი რა პრობლემაა ამ კუთხით და სად ავითარებენ საკუთარ კარიერას. თქვენ ჯგუფელები არიან, ხო, ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები? არა, იქ, შეზღუდვები ისეთი არ არის რა, იქ ყველაფერი შეიძლება, იმიტომ რომ იქ განვითარებულია რა, მაგრამ უმეტესობა მაინც აი ამერიკაში ან ევროპაში მიდიან, განსაკუთრებით იქ დაბადებულები და გაზრდილები. იმიტომ რომ მე ბრუნდებიან საკუთარ ქვეყანაში თუ იშვიათად? არა, ბრუნდებიან, კი, იმიტომ რომ ოჯახები ძალიან ისეთები არიან რა, აი ტრადიციული და თბილი ურთიერთობები. კი, და უნდა დაბრუნდეს სახლში სულ რა მაგათვის. მაგრამ მე შემდგომ რაზე საქმდებიან თუ ამერიკაში განევითარებენ კარიერას და კარგ განათლებას მიიღებენ სხვადასხვა თუნდაც ევროპის ქვეყნებში, უფრო მეტი პერსპექტივა აქვთ მერე დუბაიში სამსახურის მოძიების თვალსაზრისით ახალგაზრდებს? არა, დუბაიში აი ლოკალებს, აი ვინც თვითონ დუბაელები. მაგათ არც ჭირდებათ რა ის დიდი კონკურენცია. ხო, იმიტომ რომ სახელმწიფო სულ აძლევს ფულს და თუ ზრუნავს, კი. ფულს აძლევს სტუდენტს? არა, აი დავუშვათ აი ჩემს უნივერსიტეტში. თქვენ ფულს იხდით უკაცრავად? კი, ყველა იხდის ფულს. აი რა ღირს იქ კარგი განათლების მიღება დუბაიში? ჩემს უნივერსიტეტში ძალიან ძვირი ღირდა რა. დერხამებში ვიცი. და აი და მაგრამ ლოკალებს ხო აი დუბაილები ვინც იყვნენ მაგათ არ ჭირდება უფასოა, კი. და ძალიან ბევრი და მაგიტომაც ძალიან ბევრი მან სწავლობდა, იმიტომ რომ უფასო იყო და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი. და იქ დავუშვათ რომ ცოლს რომ მოიყვანს ხო ლოკალი უხდიან ფულს, სახლს ყიდულობენ და ასე ამ სახელმწიფო ყველანაირად უზრუნველყოფს და არ აქვთ მიზეზი რომ სხვაგან წავიდნენ რა რჩებიან დუბაიში. ჩვენ ქალბატონი რუსუდან გოგბერაშვილი გვერდება, ქალბატონი რუსუდანიც ჩვენი თანამემამულე იყო გარკვეულ პერიოდის განმავლობაში საბერძნეთში ცხოვრობდა და ახლა უკვე საქართველოში ცხოვრობს. ქალბატონმა რუსუდანმა შექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია ემიგრანტთა მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის ფონდი. მოგესალმებით ქალბატონო რუსუდან. ეს მოდით ორიოდე სიტყვით ამ ორგანიზაციის შესახებ და მარიამიც დაინტერესდება თქვენი ორგანიზაციით. დიახ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიახ. მოგესალმებით, ჩემო კარგო, ვისურვებთ წარმატებებს თქვენ საქმიანობაში და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, რომ გვაძლევთ საშუალებას ეს ჩვენი ემიგრანტები გავაცნოთ ჩვენს სამშობლოს. მე ჩამოსვლის შემდეგ აქ დავაფუძნე შემოქმედ ემიგრანტთა მხარდაჭერის და პოპულარიზაციის ფონდი, რომლის გამგეობის თავმჯდომარეც გახლავართ ამჟამად და ჩვენ ვცდილობთ ყველანაირად მხარში ამოუდგეთ მსოფლიოში გაფანტულ ჩვენს შემოქმედ ემიგრანტებს. ესენი იქნებიან მხატვრები, პოეტები, უბრალოდ ნიჭიერი ადამიანები, შემსრულებლები, მუსიკოსები თუ მომღერლები.
აქედან გამომდინარე მე მარიამი გავიცანე ამ ზაფხულს, ვინაიდან მითხრეს რომ მარიამი წერს ჩანახატებს, მშვენიერ ჩანახატებს ინგლისურ ენაზე. მე არ ვიცოდი რადგანაც მარიამი არის შემოქმედი ემიგრანტი, ჩვენი ეს პატარა გოგონა, ჩვენ მარიამს დავავალეთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში ყოფილიყო ჩვენი წარმომადგენელი და დიდი სამბით ველოდებით მარიამის გამგზავრებას ჩეხეთში, რომ მერე იქედან უკვე გავაგრძელოთ ჩვენი თანამშრომლობა. ძალიან ნიჭიერი გოგონა არის და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება. Ქაბნორს და რამდენად მნიშვნელოვანია ძირითადად ახალგაზრდებზე გაქვთ აქცენტი თუ არ აქვს ამას ასეთი მნიშვნელობა? ყველა შემოქმედი ემიგრანტისთვის რა ასაკისაც არ უნდა იყოს ის ჩვენი კარი რა თქმა უნდა ღიაა, მაგრამ სასურველი და მისასალმებელი იქნება თუ რა თქმა უნდა ახალგაზრდებიც დაინტერესდებიან და ითანამშრომლებენ ჩვენთან. რა თქმა უნდა ეს ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმული იქნება და პლუს კიდევ ის რომ ახალგაზრდებისთვის ძირითადად შეიქმნა ჩვენი ორგანიზაცია, იმიტომ რომ უფრო მეტი კონტაქტი გქონდეთ სამშობლოსთან, არ დაკარგონ სამშობლოსთან სამშობლოს მიმართ ეს ლტოლვა და არ დაკარგონ სამშობლოს ფესვები ახალგაზრდა შემოქმედებმა ჩვენ ქვეყნიდან წასულებმა. ქაბნორუსთან, რა საშუალებებით გაეცნობა ჩვენი საზოგადოება ამ შემოქმედ ადამიანებს? თუნდაც მარიამის მაგალითით. კი, თქვენ მოგეხსენებათ და უკვე რამდენიმეჯერ მე ვიყავი თქვენს გადაცემაში, ჩვენ 2 წლის წინ დავაფუძნეთ ლიტერატურული კონკურსი ემიგრანტის წერილი, საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსი, გქონდა მრავალჯერ ლაპარაკი ჩვენ ამის შესახებ თქვენთან და ჩვენ ეს კონკურსი შევიტანეთ ახლა უკვე ამ ფონდის საქმიანობაში და ძირითადად ამის მეშვეობით ასევე სხვადასხვა ფესტივალების, სხვადასხვა მხატვრული კონკურსების თუ პლენერების თუ მოწვევების საფუძველზე ჩვენ იმედი გვაქვს დიდი რომ ეს ჩვენი ჩვენი საქართველოს მოსახლეობა გაიცნობს და ექნება კონტაქტი თავიანთ შემოქმედ ემიგრანტებთან, წასულ თანამემამულეებთან. და ქაბნორს რუსთან, თქვენ მაინც რა საშუალებებით ეძებთ ამ ადამიანებს? ძირითადად ეს არის სოციალური ქსელების საშუალებით და ეს ერთმანეთისგან შემოთავაზებები არის. ზოგი იცნობს, ზოგი ნათესავია, ზოგი მეგობარია და ასე რა ვიცი. და აი ახალი ინფორმაციები თუ გაქვთ ბოლო პერიოდში, რა შემოთავაზებებია ძირითადად შემოქმედების მხრიდან და რომელ სფეროში? ეს არის ჩვენ ვემზადებით ახლა საერთაშორისო ემიგრანტული ფესტივალისთვის, რომელიც გვინდა ამ ზაფხულს ჩავატაროთ და არის ძალიან ბევრი შემოთავაზებები საზღვარგარეთ გასული ჩვენი თანამემამულეებისგან, ხელოვანი თანამემამულეებისგან, რომელთაც სურთ ამ ფესტივალზე ჩამოსვლა, მონაწილეობის მიღება. ჩვენ აგერ უკვე ერთ კვირაში გამოვაცხადებთ ამ ფესტივალს და მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩვენმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიასპორის განყოფილებამ, კულტურის სამინისტრომ, ჩვენმა პარლამენტის დიასპორებთან ურთიერთობის კომისიამ ამოგვიდგეს მხარში და დაინტერესდნენ ამ საკითხით და ჩვენ ერთობლივად შეგვიძლია ძალიან კარგი და სასარგებლო საქმის გაკეთება ჩვენი ემიგრანტების მოწვევა და მათი კიდევ ერთხელ გახარება და მათთან კავშირის დამყარება აი ამის ძალიან კარგ საშუალებას მოგცემს ეს ფესტივალი. 3დღიანი ფესტივალი გვინდა გავაკეთოთ ამ ზაფხულს. ქაბნორუსთან ლიტერატურული კონკურსი ემიგრანტის წერილი გრძელდება, იმიტომ რომ ძალიან ეფექტური და მნიშვნელოვანი კონკურსი იყო და შედეგების არაჩვეულები. გრძელდება ეს კონკურსი უკვე წელს გაიმართება ფესტივალის ეგიდით. ეხლა ჩვენ უკვე 2 თებერვალს მე მგონი უკვე გამოვაცხადებთ კონკურსის გახსნას, ანუ ნაწარმოებების მიღებას
და დაველოდებით შეიკრიბება ეს ნაწარმოებები და ფესტივალის პარკლებში ამ ზაფხულს მოხდება უკვე ამ კონკურსში გამარჯვებული ნაწარმოებების დაჯილდოება და მათი ავტორებიც მოწვეულნი იქნებიან ამ ფესტივალზე. ეს კიდევ ერთი დიდი სტიმული იქნება ამ კონკურსში გამარჯვებული ავტორების, რომ ამ ზაფხულს იქნებიან მოწვეული ფესტივალზე. ახალგაზრდები მონაწილეობენ, რამდენად აქტიურები არიან ქალბატონ რუსტან? ამ თემაზე მონაწილეობენ ყავს ახალგაზრდებიც კი, რა თქმა უნდა, აქტიურები არიან და ეს უფრო მოყვარულები არიან თუ პროფესიონალები, რომლებიც ამით ასე ვთქვათ, ძირითადად ამ საქმით არიან დაკავებულები. პროფესიონალი ვერ იქნება ეხლა, პროფესიონალი რანაირად იქნება ეხლა იქ გაზრდილი ახალგაზრდა ემიგრანტი. ეს ყველაფერი არის ისინი ჩვენ უნდა ვაქციოთ პროფესიონალებად. ისინი ამ კონკურსებით, აი ამ სამშობლოსთან კონტაქტით, აქაური ხელოვნების ხალხთან კონტაქტით და აქაურებთან კონტაქტით უნდა გაიზარდონ და ზუსტად ჩვენ ეს როლი გვინდა ვიკისროთ, რომ ჩვენ ისინი პროფესიონალებად ვაქციოთ ამ დარგში და ქართულ კულტურას ვამსახუროთ იქედან, სადაც ცხოვრობენ და სადაც დღეს მოღვაწეობენ. ეს არის ზუსტად ჩვენი ამოცანა, რომ არ დაგვეკარგოს ჩვენ ეს ამ მიდრეკილების მქონე ქართველები და ისინი ყოველთვის იდგნენ ჩვენ გვერდით და გააგრძელონ მათ ჩვენი ხელოვნება და კულტურა საზღვარგარეთ. დიახ, როგორც ჩვენთვის ცნობილია, საბერძნეთში ტომეულებიც კი დაიწერა ბოლო 20 წლის განმავლობაში. კი არის, რა თქმა უნდა, გამოქვეყნდა ბევრი რაღაცა თვითონ საბერძნეთში არის ის პოტენციალი საზოგადოების, რომელიც აქტიურად არიან ჩაბმული ამ პროცესში, წერენ, თავიანთი წიგნებიც გამოუშვეს და რა ვიცი, მონდომებულები არიან, რომ თავიანთი ეს ეს ემიგრაცია, ეს ემიგრანტული ცხოვრება, ის ისტორია, რაც ემიგრანტებს თავს გადახდათ და გადახდებათ კიდევ საზღვარგარეთ ქართველ ემიგრანტებს არ დაიკარგოს და ეს ყველაფერი თავმოყრილი იყოს ჩვენი ემიგრანტული ცხოვრების ისტორიაში. ეს მძიმე ფურცლებია, რა თქმა უნდა, მაგრამ ისტორიისთვის აუცილებელი და გამოსადეგი, რა თქმა უნდა და ყველანი ვცდილობთ, რომ ეს ფურცლები ჩვენ არ დაგვეკარგოს და შეძლების დაგვარად გქონდეს ყველაფერი შემონახული. მადლობა ქალბატონ რუსტან, წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა, თქვენც ასევე წარმატებებს გისურვებთ თქვენ საქმიანობაში და გავაგრძელებთ ალბათ ჩვენ. აუცილებლად სასარგებლო საქმეს აკეთებთ ნამდვილად და საინტერესოს. დიდი მადლობა. წარმატებები ჩვენ ტელეფონის საშუალებით გვერდებოდა რუსტან გოგბერაშვილი, რომელიც წლების მანძილზე საბერძნეთში ცხოვრობდა, დაბრუნდა საქართველოში და ახლა ჩართულია ემიგრანტულ საკითხებში და აგრძელებს ამ საქმიანობას საქართველოში, რომ არ დაიკარგოს ემიგრანტების შემოქმედებითი მოღვაწეობა. ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარია მარიამ ბახტურიძე, რომელიც დუბაიში დაიბადა, გაიზარდა, იქ იღებს განათლებას, მაგრამ აქვს სხვა სამომავლო გეგმები. მარიამ, თქვენი სამომავლო განათლება, კარიერა უკავშირდება ჩეხეთს, როგორც ჩემთვის ცნობილია. ჯერჯერობით კი. ჯერჯერობით. და რამდენად პერსპექტიულად მიგაჩნიათ და რატომ აირჩიეთ ეს ქვეყანა, რომ გააგრძელოთ განათლება იქ, ხომ არ იქნება თქვენთვის რთული? არა, უბრალოდ ჩეხეთი ისა ბევრი მიდის ჩეხეთში და მეც მყავს მეგობრები ჩეხეთში რომ წავიდნენ სასწავლებლად და ძალიან მოეწონათ და უბრალოდ მეც დამაინტერესდა რა, უბრალოდ 19 წელი დუბაიში რომ ვიყავი, ცოტა ამომივიდა ყელში და ევროპაში მინდოდა წასვლა. მეტომაც ჩეხეთში ისე დავაპირე. მარიამ, როგორც ქალბატონმა რუსტანმა აღნიშნა, თქვენ გაქვთ მასთან კომუნიკაცია, აპირებთ თქვენი ჩანახატების, თქვენი ნაწერების გადაცემას ქალბატონ რუსტანისთვის და მაინც რა არის, რა სწერთ თქვენ თემაში? რა არის ძირითადი თქვენი ჩანახატების, ნოველების თემა და ვინ არიან ეს პერსონაჟები? თქვენი პირადი თავგადასავალი ამ დუბაის უკავშირდება ეს?
მე უბრალოდ წერა მიყვარს ძალიან რა სკოლაში სულ წერდით იმ ინგლისურად რაღაც დავალებებს და შემიყვარდა მას წერა და ახლა უბრალოდ მოთხრობებს წერ ხოლმე რა ფანტაზიულ რაღაც იმებს, იმიტომ რომ მიყვარს ფანტაზია და მიყვარს წერა. და ეგ არის რა. და თემა ძირთადად რა არის თქვენი მოთხრობა? თემა უბრალოდ არ ვიცი რაც მოთხრობები რა, რაც მომივა თავში ჩავწერ ხოლმე და ან ჩემ აი ყველა საყვარელი ფილმები და მულტფილმები რომ არის რა მან და რაღაც იდეებს ვიღებ ხოლმე და ჩემი რაღაცას ვაკეთებ რა და მაგას ვწერ როგორც წარმომიდგენია უბრალოდ მოთხრობებია სკოლაში იყოს ლიტერატურული კონკურსები ან უნივერსიტეტში თუ არის კონკურსები და უნივერსიტეტით მონაწილეობას სკოლაში ისეთი კონკურსები და რაღაცები არ გქონდა რა მაგრამ უნივერსიტეტში იყო უფრო ლიტერატურული კონკურსები და მოთხრობებს რომ ჩააბარებ და მე ვიღაცა მოიგებს, მაგრამ მე უბრალოდ დრო არ მქონდა მაგისთვის, იმიტომ რომ ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო, ბევრი საქმე მქონდა და ვერ მოვასწარი მაგ კონკურსებში მონაწილეობა უნივერსიტეტში. მოდი თქვენ პროფესიაზე ვისაუბროთ, რატომ აირჩიეთ ჟურნალისტობა და რას უკავშირდება მომავალში თქვენი მოღვაწეობა, რომელ ქვეყანაში აპირებთ მუშაობას, სამშობლოში დაბრუნდებით შესაძლებელია კვლავ დუბაიში გაემგზავროთ. მე ჟურნალისტიკა ავირჩიე, იმიტომ რომ მე მათემატიკას ვერ ვიტანდა და უბრალოდ მაგრამ არ არის მარტივი პროფესია. არა, ნამდვილად არ არის, ხო, მაგრამ მე მიყვარს აი ხალხთან ურთიერთობა და აი საზღვარგარეთ მოგზაურობა რა. და თან წერა ახალი ინფორმაციის მიღება. კი, ძალიან მიყვარს და არ შემიძლია ოფისში ვიჯდე და მთელი დღე რაღაც დოკუმენტები, რაღაც ოფისის რაღაცები ვაკეთო და მათემატიკაც არ შემიძლია, მეტყვი ავირჩიე ჟურნალისტიკა რა. და საქართველოში დაბრუნებას ჯერობით არ ვაპირებ, იმიტომ რომ არ ვარ აქ მიჩვეული სიტუაციას და ჯერ არ მინდა, მაგრამ შეიძლება ერთ დღეს დაბრუნდე, არ ვიცი. ეხლა ჯერ უბრალოდ ვაპირებ ან ამერიკაში, ან ევროპაში წასვლას და ეგ მუშაობას, ან დუბაიში. დუბაიში, მაინც დუბაისკენ მიგიწევთ გული. კი, მაგრამ არ გაგიჭირდებათ იქ ჟურნალისტობა? ბევრი მედია საშუალებაა ზოგადად იქ. ბევრი ახლა არა. თუ ძირითადად სახელმწიფო არა, აქაც არის რაღაც ჟურნალები და მას რაღაცები. მე ჩემი მეგობარი ყველაზე ცნობილ ჟურნალში მუშაობდა რა ინტერნეტ როგორც მე. ანუ კარგად იყიდება იქ ჟურნალი. კი, იქაც შეიძლება, მაგრამ უბრალოდ მე სახლში ვგრძნობ თავს რა სამშობლოა ჩემი და სულ მინდა დაბრუნება მანდ, მაგრამ იდეალურად მგონი ამერიკაში ან ევროპაში ვმუშაობდი. თავისუფლების თვალსაზრისით. კი, და უბრალოდ კი, უფრო მეტად დამოუკიდებელი იქნებით. და მაინც რას ფიქრობთ, რა არის მთავარი ჟურნალისტისთვის, მთავარი სტანდარტი პროფესიული რა უნდა იყოს? სმენელი გველოდება ვიდრე გვიპასუხებთ. მარია, მოგესალმებით. დიახ, გისმენთ. თქვენ დიახ, გისმენთ. მოგესალმებით გაბატონო. გენათალე, მე ენთუსიასტი ჩავერთე თქვენთან საუბარში. საზღვარგარეთ რომ მიდიან ეს ხალხი და აგიტაციას უტევენ ხალხს, რომ იქ კარგია და თუკი მუშად იმუშავებს, აქაც ძალიან კარგად იმუშავებს და ვაჟაფშაველა ტყუილად არამობს, არ გავცვი საკლდებსა, უკვდავებისა ხეზე და არ გავცვი მე ჩემ სამშობლოს საქვეყრის სამოთხეზე და ნუ თუ ეს არ დაუკითხავთ და არ იციან? მადლობთ. ქალბატონმა ალბათ დასაწყისში ვერ მოგვისმინა, მარიამი დაიბადა დუბაიში, გაიზარდა და მარიამისთვის დუბაი მიმზიდველია. ადამიანი ეთნიკურად არ აქვს მნიშვნელობა, სადაც იზრდება და იბადება და განათლებას იღებს, მეგობრები ყავს, ის ქვეყანაა მისთვის მიმზიდველი. თუმცა მათი მშობლები საქართველოში დაბრუნდნენ და ძალიან მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების გამოყენება, მაგრამ ფიქრობ ახალგაზრდების ტოლა არა მარტო მარიამის
უცხოეთში ეს არის ძალიან მისასალმებელი მისაღები, იმიტომ რომ ნებისმიერი ახალგაზრდა მისწრაფის ახალი ინფორმაციებისთვის, ახალი სამყაროს შეცნობისთვის და ეს მე მგონი სასარგებლოა და სწორედ გამოცდილმა ახალგაზრდებმა უნდა საკუთარი რესურსი მოიხმარონ, ასე ვთქვათ, გამოიყენონ ძალიან კარგად, სასარგებლოდ და სამშობლოში დააბანდონ ეს საკუთარი ინტელექტუალური ინვესტიცია და სწორედ ეს იქნება სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის. ესეთი ასე ვთქვათ მოსაზრება მაქვს. მსმენელი გველოდება, მოგესალმებით. მოგესალმებით. გამარჯობათ ბატონო. გამარჯობათ. მე ვარ საზოგადოებრივი რადიოს მუდმივი მსმენელი. ეხლა რომ ქალბატონმა დაარეკა. დიახ. ვაჯობ შაველამ არა თქვა, რაფაელ ერისთავმა თქვა, ლექსი ხევსურისა. მაგრამ მე ვეთანხმები. თქვენი სამშობლო საქართველოა ქალბატონო და არა დუბაი. უყურეთ საპატრიარქოს გადაცემებს და დაბრუნდით სულ ყველა. მარიამ, რას ფიქრობ? ცოტა მსმენელები გაგვინაწყედნენ. მე მგონი დასაწყისში არ გვისმენენ ჩვენი მსმენელები, როცა თქვენს ისტორიაზე საუბრობდით ჩვენ. და შეგიძლიათ რომ უპასუხოთ ჩვენ მსმენელებს? გაგვიბრაზდნენ რომ ყველას უნდა რასაკვირველია რომ ყველა ქართველი დაბრუნდეს სამშობლოში და აქ გააგრძელოს ცხოვრება, განვითარება, მოღვაწეობა. აქ შექმნას ოჯახი, გამრავლდეს. ეს ყველა გასაგებია. ჩვენგანი სურვილია ნამდვილად. კი, და გასაგებია მესმის მე, მაგრამ და მეც ფიქრობ რომ აი თუ მე ქართველი ვარ ხო და რასაც ვისწავლი რაც როგორც განვითარები, უნდა დავბრუნდე და ეგ რაღაცა გავაკეთო აქ რა. რაღაცნაირად დავეხმარო ხალხს, იმიტომ რომ მე აქ სულ მინდოდა, იმიტომ რომ ვიცი რომ აქ დიდი გაჭირვება იყო და სულ ვეუბნებოდი დედაჩემს რომ აი ვიღა მინდა ინგლისური ვასწავლო რა აქ ბავშვებს უფასოდ და მასეთ რაღაცები და მესმის რა. მაგრამ უბრალოდ ჩემთვის რთულია, იმიტომ რომ მე აქ არასდროს არ ცხოვრობდი. აქ ბევრს არ ვიცნობ რა, უფრო ჩემთვის დუბაია რა, სამშობლოსავით. და მაგიტომაც ვთქვი რომ შეიძლება ერთ დღეს დავბრუნდე და რაღაცა გავაკეთო აქ, მაგრამ ჯერჯერობით მაგის ის არ მაქვს. და ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა დუბაის მაგალითი, ვინაიდან დუბაი იყო ერთი ჩვეულებრივი სოფელი, მეთევზეების სოფელი. და ძალიან მალე განვითარდა. აი რას გადმოიტანდით თქვენ დუბაის გამოცდილებიდან? რომ ყველასთვის მიმზიდველი გახდა, თვითონ ამერიკელებიც კი სამუშაოდ საძიებლად დუბაიში ჩადიან და იქ იწყებენ მდიდარ შეიხებთან მუშაობას. გასაგებია რომ ბუნებრივად აქვს დუბაის ეს რესურსი ნავთობის თვალსაზრისით და ბევრი შესაძლებლობა იმისთვის რომ გამდიდრდეს იქ ადამიანი და ბედნიერად იგრძნოს თავი. მაგრამ მაინც ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, ფიქრობ. კი, ძალიან დიდ შრომას. ინდუსტრია და ეს კომფორტი. მაგრამ მე ვერ შრომობენ თვითონ ადგილობრივი მოსახლეობა, ახალგაზრდები იმისთვის, რომ კარიერას მიაღწიონ. კი, იქ ვერ შრომობენ, განსაკუთრებით აი ინდუელები და პაკისტანელები, მაგას ვამბობდი, რომ მაგათ ააშენეს, მე ვფიქრობ, ქვეყანა რა. და ხო, მაგრამ აი საქართველოზე ხო აი რომ თქვით რომ რას გადმოვცემი. აი მე პირადად ხო ვფიქრობ რომ საქართველოში არის ძალიან დიდი პოტენციალი რა, იმიტომ რომ შარშან ტურზე ვიყავი რა საქართველოში და ვნახე ნამდვილად აი საქართველო რა არის და უბრალოდ გული დამწყდა რომ ასეთი პოტენციალი. ბუნებრივ პოტენციალი. კი, აი როგორც აი დუბაის ნავთობი აქვს, ჩვენ გვაქვს ბუნება რა, საქართველოს აქვს ბუნება. კი, მაგრამ არავინ არაფერს არ აკეთებს. აი რომ ვნახე საქართველო ხო, იმდენი აი მიყრუებული ადგილები, კი, აი ძალიან დიდი პოტენციალი, მაგრამ არ ვიცი სოფლები ამასესი. კი, და აი არ ვიცი უბრალოდ რატო არავინ არაფერს არ აკეთებს რა, საშუალება არ აქვს თუ უბრალოდ ეზარებათ თუ არ უნდათ, მაგას ვერ და მაგიტომ დამწყდა გული. მაგრამ მე ვფიქრობ რომ საქართველოსაც შეუძლია ძალიან ის
წამოიკაჩოს როგორც დუბაი. მაგრამ ამას თქვენ უნდა შეუწყოთ ხელი ხო, მაგასაც თქვენი იმედი გვაქვს ჩვენ, რომ განათლებული ახალგაზრდები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში იღებთ განათლებას, ბევრი იზრდება ამერიკაში, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში იძენენ სხვადასხვა განსხვავებულ უნარებს. და ეს ძალიან წაადგება ჩვენს ქვეყანას. რას ფიქრობ, მარიამ, რა შეიძლება რომ თქვენი სახით განათლებულმა ახალგაზრდებმა განვითარებისთვის გააკეთონ თუნდაც ტურიზმის მიმართულებით განავითარონ საქართველოს, იმიტომ რომ იგივე დუბაი ტურიზმით ათეულში შედის და ჩვენ შეიძლება ეს პრეტენზია გქონდეს თუ კარგად მოულით ჩვენ ქვეყანას. მე ვფიქრობ ხომ რომ მაგიტომაც მეც ვეთანხმები რომ უნდა დაბრუნდნენ რა მე საქართველოში, იმიტომ რომ თუ გიყვარს საქართველო თუ რაღაც იგენა გააკეთო, გამოიყენე შენი ის ცოდნა და რაც ისწავლე რა ცხოვრების განმავლობაში და რაღაცა გააკეთე რა რომ დაეხმარო აქ ხალხს. და ხო რა მე ვფიქრობ რომ ერთ დღეს მე შემიძლია ჩამოვიდე და რაღაცა გავაკეთო, მაგრამ ჯერ მე თუნდა გავეზარდა. იმედია გაიზრდები და შენთან გვექნება კომუნიკაცია ჩეხეთში და თვალყურს მივადევნებ თუ თუნდაც იქ როგორ ვითარდება ჟურნალისტიკა საგანმანათლებლო სივრცეში და გაგვიზიარებ თქვენს გამოცდილებას, იგივე თქვენ თაობის წარმომადგენლებს, ქართველ ახალგაზრდებს და ეს ძალიან კარგი იქნება ასე თქვა თქვენი გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით. გისურვებ წარმატებებს, რაც თავარია. და იმედია სამშობლოში დაბრუნდებით, ვინაიდან აქ თქვენი ოჯახი გელოდებათ და თქვენი ნათესავები და სამშობლო თქვენი ფესვები. ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო მარიამ ბახტურიძე, რომელიც დუბაიში გაიზარდა, დაიბადა და ახლა აპირებს ჩეხეთში საკუთარი განათლების განვითარებას. ეს ამ გადაცემის მოსმენა შეგიძლიათ ინტერნეტის საშუალებით რადიო 1G. გაგვიზიარეთ თქვენი შენიშვნები და წინადადებები. გადაცემის ავტორი ნანა ლომიძე, ხმის რეჟისორი თია ბიჭაშვილი და წამყვანი ია მახარაძე. გემშვიდობებით. მიგრაციის მარშრუტები